მოგესალმებით ყველას. ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენთან ერთად გავიაროთ ეს ვებინარი ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე. მადლობა დარეგისტრირებისთვის. მე გპირდებით, რომ ნამდვილად ძალიან საინტერესო იქნება. რაც შეეხება ჩემს მოკლე ბიოგრაფიას, მე ვარ სოფო ჯაფარიძე, ბრიტანული უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, ამასთანავე ვარ ISC კუბის ავტორიზებული ინსტრუქტორი. ISC კუბი არის კიბერუსაფრთხოების განათლების პროვაიდერი, რომელიც ძალიან დიდი რეპუტაციით სარგებლობს კიბერუსაფრთხოების განათლების სფეროში. და ვარ კიბერუსაფრთხოების პროფესიონალი მრავალი წლის გამოცდილებით, მათ შორის თითქმის 15 წელი ვმუშაობდი თავდაცვის სფეროში, უფროსი ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი ვიყავი. ამჟამად მოღვაწეობ საბანკო სფეროში, გადავინაცვლე ბანკში, ისევ ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით. და რაც შეეხება ჩემს განათლებას, მოგეთ მაქვს კიბერუსაფრთხოების მართვის მაგისტრის ხარისხი, დავამთავრე ბრიტანეთში, ვორვიკის უნივერსიტეტში. ვარ ბრიტანეთის მთავრობის ჩენინგის სტიპენდიანტი და ასევე მაქვს მრავალი ძალიან ესეთი წონიანი და მნიშვნელოვანი სერტიფიცირება, ესაა ვეძახით ჩვენ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ დღესაც ვისაუბრებთ სერტიფიცირებებზე. ძალიან მნიშვნელოვანია სერტიფიცირებები, ეს ინდუსტრიის მიერ აღიარებული სერტიფიცირებები კიბერუსაფრთხოების სფეროში და ერთ-ერთზე დღეს ჩვენ ვისაუბრებთ, რომელიც არის კარიბჭეს ეძახიან კიბერუსაფრთხოების სფეროში შესასვლელს. მოკლედ მაქვს სხვადასხვა პროექტებში, მათ შორის საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე მუშაობის გამოცდილება, კიბერუსაფრთხოების მდგრადობის გაძლიერების და კიბერპროფესიონალების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. და დღემდე პრინციპში ჩართული ვარ სხვადასხვა პროექტში, მონაწილეობ სხვადასხვა ფორუმებში, ვარ მენტორი და ვცდილობ შევიტანო წვლილი ჩემი ამ პროფესიის განვითარებაში საქართველოში და მივცე ადამიანებს გაუზიარო ის ცოდნა და გამოცდილება, რაც წლების განმავლობაში დავაგროვე თუნდაც მე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა დასწრებისათვის. დღეს ვისაუბრებთ თვითონ კურსზე, რასაც ISC კუბის კურსზე დაფუძნებულ კურიკულუმის მიხედვით ვკითხულობთ. როგორც გითხარით, ISC კუბი არის გლობალური კიბერუსაფრთხოების განათლების პროვაიდერი და მას აქვს ერთ-ერთი ყველაზე, ანუ ამ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და ყველაზე კარგი სერტიფიცირებები და მას აქვს ძალიან დიდი ნდობა დამსაქმებლების და იმიტომ რომ ისე არის საწყობილი კურსის კურიკულუმი და ისე ხდება გამოცდების ჩაბარება, რომ აბსოლუტურად ყველა დამსაქმებელი უპირობოდ ენდობა ISC კუბის მიერ გაცემულ სერტიფიცირებას. ეს კურსიც, რაზეც დღეს ვისაუბრებთ, ეს კურსიც არის დაფუძნებული სწორედ ISC კუბის კურიკულუმზე, შემდგომ მოგახსენებთ ამ ყველაფერზე. და ჩვენს დღევანდელ ვებინარს რატომ ქვია კიბერუსაფრთხოება მენეჯერებისთვის და რისკების მართვა ციფრულ სამყაროში. კიბერუსაფრთხოება არის მხოლოდ და მხოლოდ, ანუ ყველაფერი რისკების მართვის შესახებ, ანუ კიბერუსაფრთხოების მართვა იწყება იმის გააზრებით, თუ რა რისკებთან გვაქვს საქმე და რა რისკს წარმოშობს ესა თუ ის კონკრეტული მოწყვლადობა. შესაბამისად, რისკებზე გვექნება დღეს უფრო ფოკუსი გამახვილებული, თუმცა ეს კურსი, თვითონ სასწავლო კურსი, ბევრად მეტია, ვიდრე ეს რაღაც კონკრეტული მიმართულება, იმიტომ რომ ეს არის ღერძი პრინციპში და დანარჩენ მოდულებზე დაშენებულია ის ხედვები, თუ რას უნდა ვაქცევდეთ ყურადღებას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და როგორ უნდა ვმართავდეთ ეფექტიანად კიბერუსაფრთხოებას ამ ჩვენს დღევანდელ ციფრულ სამყაროში.
სანამ გადავიდოდეთ ამ სერტიფიცირებაზე და კარიერულ შესაძლებლობებზე, მანამდე ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ, რატომ გახდა კიბერუსაფრთხოება დღეს ასეთი კრიტიკული სფერო ჩვენს რეალობაში. და მინდა გითხრათ, რომ იმიტომ იძენს დღეს ასეთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას კიბერუსაფრთხოება, რომ თანდათან მთელი მსოფლიო ხდება სულ უფრო და უფრო ციფრული. ყველაფერი ჩვენს ირგვლივ რაც არსებობს, ყველაფერი არის გაციფრულებული და ჩვენ ძალიან ხშირად არც კი ვაკვირდებით, არც კი ვიაზრებთ, რამდენი ციფრული პროცესი დგას ჩვენს რუტინულ მოქმედებებს რუტინული მოქმედებების უკან. აი, მაგალითისათვის რომ გითხრათ, უბრალოდ, როდესაც თქვენს ტელეფონში ამოწმებთ მეილს, ეს არის ძალიან ბევრი პროცესი ამ ყველაფრის უკან, მათ შორის თუნდაც ის, რომ თქვენი ინტერნეტ პროვაიდერი, რომელსაც იყენებთ, ანუ თქვენი მოთხოვნა მიდის ინტერნეტ პროვაიდერთან, რომელსაც შემდეგ მიყავხართ თუნდაც Google-ის პლატფორმაზე, Google-ის პლატფორმა შემდეგ გაძლევთ შესაბამის წვდომას, რომ შეამოწმოთ თქვენი იმეილი, ან გაგზავნოთ იმეილი, ანუ ძალიან ბევრი პატარ-პატარა მიკროპროცესი არის ჩვენი ყოველდღიური რუტინული ცხოვრების უკან, რომელსაც არ ვაკვირდებით, მაგრამ ეს ყველაფერი არის აი ჩვენი ინფორმაციის მიმოცვლა ციფრულ სამყაროში და ამ ყველაფრის უსაფრთხოება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თუ მოხდა ერთი პატარა მიკროპროცესის კომპრომეტირებაც, უკვე თქვენი მონაცემები, თქვენი აქტივები, თქვენი, არ ვიცი, ფულადი სახსრები თუ რაც გინდათ იყოს ეს პირადი ინფორმაცია შესაძლოა საფრთხის ქვეშ დადგეს. და აი ეს ყოველი ახალი აპლიკაცია იქნება, ეს cloud იქნება თუ რამე smart მოწყობილობა ზრდის იმ წერტილების რაოდენობას, საიდანაც თავდამსხმელს ბოროტად განზრახულ თავდამსხმელს შეუძლია შემოაღწიოს თქვენს სივრცეში და მოიპაროს ან უნებართვოდ მისვდეს თქვენს მონაცემებს, ან გაასაჯაროოს ისინი. სწორედ აი ეს გაფართოებული საფრთხის ზედაპირი ახდენს გავლენას ასევე არა მხოლოდ ინდივიდებზე, არამედ სახელმწიფო სერვისებზე, საბანკო სექტორზე, ჯანდაცვის სისტემაზე, სატრანსპორტო სისტემაზე და სწორედაც ამიტომ დღეს უკვე თითქმის ყველგან მთელს მსოფლიოში ეს არის ეროვნული პრიორიტეტი კიბერუსაფრთხოების დაცვა და არის ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი ღერძი. ამასთანავე მინდა გითხრათ, რომ ძალიან იზრდება კიბერდანაშაულის ფასიც, ანუ ძვირი უჯდებათ ორგანიზაციებს კიბერდანაშაული. უკაცრავად. ამ წლის ბოლოსთვის, სადღაც ნავარაუდები იყო სხვადასხვა კვლევებით, რომ ზარალი კიბერდანაშაულის მიაღწევდა 10.5 ტრილიონ დოლარს. რაც ძალიან დიდი თანხა, ანუ რას უგულისხმობ ახლა ზარალში შეიძლება ვიგულისხმოთ ის, რომ ორგანიზაცია, რომელიც ვერ დაიცავს მონაცემებს, გახდება მარეგულირებლის ძალიან დიდი ჯარიმების ქვეშ აღმოჩნდება, ან დაეშიფრება კრიტიკული მონაცემები, ან გაითიშება წვდომა, ან მიუწვდომელი გახდება მისი სერვისები. აი, წარმოიდგინეთ მაგალითისათვის ბანკის კრიტიკული აპლიკაციები, რომ გაითიშოს, რამხელა ზარალს ნახავს, თუნდაც ნახევარი დღით რომ გაითიშოს ბანკის კრიტიკული აპლიკაციები, ძალიან დიდი ზარალი იქნება ფინანსური, ეს ბანკისთვის იქნება რეპუტაციული ზიანი, იმიტომ რომ კლიენტები მის დამინდობას დაკარგავენ. და ამასთანავე იქნება მარეგულირებლის ჯარიმები, იმიტომ რომ ბანკმა ვერ უზრუნველყო რომ კრიტიკული სერვისების ხელმისაწვდომობა შეენარჩუნებინა. აი ამ პატარა მაგალითზეც ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია, რამდენად დიდ გავლენას ახდენს კიბერუსაფრთხოების დარღვევა ორგანიზაციებზე.
იყო ასეთი ძალიან ცნობილი გლობალური მაგალითი WannaCry-ის ransomware-ის შეტევა, რომელმაც მაგალითისათვის პარალიზება მოახდინა ბრიტანეთის ჯანდაცვის სექტორის და ასევე გავლენა, იმავდროულად გავლენა იქონია 150-ზე მეტ ქვეყანაზე, ანუ შეეხო ეს თავდასხმა 150-ზე მეტ ქვეყანას. და აი ეს არის ნათელი მაგალითი თუ როგორ შეიძლება ერთმა ცალკეულმა თავდასხმამ მოიცვას გლობალური არეალი და შეაჩეროს კრიტიკული სერვისები გლობალურად. ძალიან ბევრი მაგალითია. ეხლა მე ამაზე ჩვენი დროის სიმწირის გამო ვერ დაგიწყებთ მოყოლას, თუმცა ძალიან ბევრი საინტერესო кейსია, რომელიც უბრალოდ შეიძლება აი არც გვიფიქრია, რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს და აი ამ кейსებს, რა თქმა უნდა, კურსის მიმდინარეობის დროს სხვადასხვა კონტექსტში მიმოვიხილავთ. ხო, რაც მთავარია, ეს ყველაფერი, ანუ არ არსებობს ამ ყველაფრის აი რაღაცა პლატო მდგომარეობა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი იზრდება და ყოველდღიურად ვითარდება. ანუ ყოველდღიურად ვითარდება კიბერუსაფრთხოების სფერო, ძალიან ძალიან არანორმალურად ვითარდება AI, ანუ ხელოვნური ინტელექტი. რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი არის საფრთხებისგან დაცვის თვალსაზრისითაც, იმიტომ რომ ორგანიზაციები იყენებენ მას ექსტენსიურად, თუმცა ამავდროულად იგივენაირად შეუძლიათ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება თავდამსხმელებს და ისინი უფრო მარტივად, უფრო უკეთეს დამაჯერებელ და ავტომატიზებულ თავდასხმებს აკეთებენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. აი მაგალითისათვის ერთ-ერთი მთავარი ყველაზე ესეთი დიდი გამოწვევა დღეს კიბერუსაფრთხოების სფეროში არის ფიშინგი, ეს არის სოციალური ინჟინერიის ერთ-ერთი სახე, რომლითაც ხდება მომხმარებლის მოტყუება, ალბათ ყველას გსმენიათ, აი, როდესაც ეგვიპტიდან ან რა ვიცი, ახლო აღმოსავლეთიდან მოგვდიოდა მეილები, რომ გვატყობინებდნენ, რომ აი ვიღაცა ჩვენი ახლობელი გარდაიცვალა და ძალიან დიდი ანდერძით ძალიან დიდი ქონება დაგვიტოვა და თხოვდნენ საბანკო რეკვიზიტებს. ანუ ეს ცოტა მოძველებული ფორმა, თუმცა ფიშინგი დღეს ძალიან დახვეწილია, იმდენად დახვეწილია, რომ ორგანიზაციაში თვითონ თანამშრომლებიც კი ვერ არჩევენ, მაგალითად ორგანიზაციის რომელიმე ხელმძღვანელის იმპერსონაციის მეშვეობით მიღებულ ფიშინგ იმეილს ორგანიზაციის თანამშრომლებიც კი ვერ არჩევენ ხოლმე ნამდვილისგან. ძალიან დახვეწილია, ძალიან რეალურია, ბევრად უფრო საშიშია და ამიტომ ძალიან ეხმარება თავდამსხმელებს AI, რომ ეს ყველაფერი რეალურთან ახლოს იყოს და უფრო მეტი სარგებელი მიიღოს მომხმარებელთა მოტყუებიდან. ძალიან მნიშვნელოვანი ასევე საფრთხე არის მზარდი, ასევე მიწოდების ჯაჭვის უსაფრთხოება. ძალიან კარგად ვიცით, რომ არც ერთი ორგანიზაცია იზოლაციაში არ არის, ყველა ორგანიზაციას აქვს რაღაც მიწოდების ჯაჭვი, ყავს ვენდორები, ყავს მესამე მხარეები და ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზაციისათვის აი ეს მთელი მიწოდების ჯაჭვი იყოს დაცული და უსაფრთხო. ვინაიდან რაც არ უნდა ძლიერი იყოს ორგანიზაცია, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი თავდაცვის მექანიზმები გქონდეს, ეს იქნება ლოგიკური თუ ფიზიკური თუ ადამიანური, თუ მის მიწოდების ჯაჭვში არის მოწყვლადი წერტილი, რომელიმე ორგანიზაცია, რომელიც მის კრიტიკულ პროცესს არის დაერთებული, არ აქვს მნიშვნელობა ორგანიზაციის სიძლიერეს, ის ორგანიზაცია უბრალოდ განწირულია, იმიტომ რომ ამ პატარა შავი ხვრელით შეუძლია თავდამსხმელს შეაღწიოს მის სისტემებში და ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
სადარდებელი არის დღეს კიბერუსაფრთხოების სფეროში. ამის მაგალითებიც ძალიან ცნობილი გლობალური მაგალითები არსებობს. და ძალიან კარგი кейსებია ეგრეთ წოდებული lessons learned-ისათვის ისწავლება ჩვეულებრივად უნივერსიტეტებშიც კი ისწავლება რა არ უნდა გააკეთოს ორგანიზაციამ იმისთვის რომ დაცულობა შეინარჩუნოს და რა უნდა გააკეთოს. დიახ, ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტი ხდება კიბერუსაფრთხოება თითქმის ყველგან, ყველა ქვეყანაში, მათ შორის ჩვენთანაც, ჩვენს ქვეყანაზეც ვისაუბრებთ მოგვიანებით, თუ რა ეკოსისტემა გვაქვს, ვინ არიან პასუხისმგებელი პირები და თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიონალი ადამიანების არსებობა ამ სფეროში იმისთვის, რომ მოხდეს ამ უსაფრთხოების უზრუნველყოფა. და სწორედ ეს არის ერთ-ერთი გამოწვევა დღეს კიბერუსაფრთხოებაში, რომ ორგანიზაციებს აქვთ ძალიან დიდი გეფი, ძალიან დიდი საჭიროება კიბერუსაფრთხოების პროფესიონალების, რომლებიც უბრალოდ ბაზარზე არ არიან. ან ნაკლებობა არის ძალიან დიდი. და სხვადასხვა კვლევები გვიჩვენებს, რომ გლობალურად 4,5 მილიონი შეუსებელი ვაკანტური პოზიცია არის გლობალურად, გულისხმობ დღეს კიბერუსაფრთხოების სფეროში და არის რაღაც კონკრეტული მიმართულებები, რომლებზეც ძალიან კრიტიკულია კადრების მოძიება. ეს ერთადად უკავშირდება ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების ასპექტებს, ღრუბლოვან ტექნოლოგიებს, კრიპტოგრაფიას და აი ეს სფეროები არის ძალიან კრიტიკული დღეს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. სწორედ ამიტომ, არა მხოლოდ ამიტომ და რამოდენიმე მიზეზი, რაც ჩამოვთვალეთ, ამიტომ არის მნიშვნელოვანი დღეს კიბერუსაფრთხოება. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ, როგორც მომხმარებლებმა, end-user-ის დონეზე და თუნდაც როგორც თანამშრომლებმა ჩვენს ორგანიზაციაში გავიაზროთ პასუხისმგებლობა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოება. რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მონაცემების დაცულობა და რამდენად ვადევნებთ თვალყურს და რამდენად ვუკეთებთ ტრეკინგს ამ ჩვენი მონაცემების დაცულობას, რამდენად ხო და იყო მაგალითად შემთხვევა გასულ წელს, როდესაც ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანია გახდა კიბერ თავდასხმის მსხვერპლი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი, მათ დაუშიფრეს მონაცემები და ძალიან დიდი ხანი, დაახლოებით ხო რამოდენიმე კვირა, მათი მონაცემები, ანუ მომხმარებლების მონაცემები, მათ ბაზები არ იყო ხელმისაწვდომი და ეს რომ მომხდარიყო სადმე ევროკავშირის ქვეყანაში, ეს სადაზღვევო კომპანია უბრალოდ ვერ გადარჩებოდა, გაკოტრდებოდა, იმხელა ჯარიმა ექნებოდა. საქართველოში ეს ამბავი არ იცოდნენ თავად დაზღვეულებმაც კი. ანუ იმდენად არ ვაქცევთ ჩვენ ყურადღებას, თუ რა შეიძლება მოყოს ჩვენი მონაცემების გაჟონვას, მით უმეტეს პირად მონაცემებს, მით უმეტეს სამედიცინო ტიპის მონაცემებს, ან არ ვიცი, დაზღვევა შეიძლება გქონდეს ქონების, მოკლედ სადაზღვევო კომპანიას ბევრი კრიტიკული, სენსიტიური მონაცემი შეიძლება გქონდეს, იმდენად არ ვაქცევთ ჩვენ ყურადღებას, რომ უბრალოდ ამ ყველაფერმა ძალიან მშვიდად ჩაიარა იმ კომპანიისთვის და აგრძელებს ჩვეულებრივად ცხოვრებას დღეს. თუმცა დაზღვეულებმა არც კი იციან ახლო მომავალში რა შეიძლება, რა ზიანი შეიძლება მიადგეთ მათ მონაცემების გაჟონვით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მომხმარებელი, როგორც თანამშრომელი, როგორც მოქალაქე
გრძნობდეთ და აღვიქვავდეთ თუ რას ნიშნავს უსაფრთხოება, რას ნიშნავს ჩვენი პირადი მონაცემების უსაფრთხოება და უნდა მოვთხოვოთ კიდევაც სახელმწიფოს ან შესაბამის ინსტიტუტებს, რომ ჩვენი მონაცემები იყოს მკაცრად დაცული. სხვათა შორის ამაზე გამახსენდა, ამერიკა არის მიუხედავად იმისა, რომ სხვანაირი წარმოდგენა გვაქვს ხოლმე ამერიკაზე, პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით ამერიკის კანონმდებლობა ძალიან მოიკოჭლებს და ამ მიმართულებით ყველაზე ძლიერი კანონმდებლობა არის ევროკავშირის რეგულაციები, ევროკავშირზე რაც ვრცელდება. თუმცა ამერიკაში ვინაიდან მან სხვანაირი მოწყობა არის, სხვანაირი სისტემებია, ამერიკაში არ არის აი ესე კანონმდებლობა, ერთი კანონი, რომელიც ვრცელდება მთელს ამერიკაზე. შესაბამისად, კალიფორნიის აქტი აქვთ ესეთი მომხმარებელთა დაცვის, ანუ კალიფორნიელებმა თვითონ მოითხოვეს, რომ ყოფილიყო შტატის დონეზე აი ესეთი საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც მათი მონაცემების დაცულობას უზრუნველყოფდა და აი ეს კალიფორნიის აქტი აქვთ ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მტკიცე, კი არა როგორ გითხრათ, მკაცრი, რომელიც იცავს მომხმარებელთა მონაცემებს და პერსონალურ ინფორმაციას. აი ამით იმის თქმა მინდა, რომ როდესაც დიდი ზეწოლა არის მოქალაქეების მხრიდან სახელმწიფოზე, რომ იცით რა, ჩვენ გვინდა რომ ჩვენი მონაცემები დაცული იყოს და ჩვენ არ გვინდა რომ გაჟონილი იქნას ჩვენი მონაცემები, ამ შემთხვევაში სახელმწიფოსაც უწევს ქმედება. რა არის კიბერუსაფრთხოება? ეხლა ვისაუბროთ. სანამ დავიწყებდეთ ამ სიღრმეებში ჩასვლას, მანამდე გეტყვით, რომ კიბერუსაფრთხოება აი რას ვიცავთ, ხო? აი კიბერუსაფრთხოება ცენტრში, ანუ ყველაფრის ცენტრში არის ინფორმაცია, ჩვენი პირადი მონაცემები, ფინანსური მონაცემები, დეტალები, მომხმარებლის სამედიცინო ინფორმაცია, ბიზნეს გეგმა, ორგანიზაციული შიდა ინფორმაცია და ასე შემდეგ. ანუ ინფორმაციის დაცვაზე არის საუბარი და კიბერუსაფრთხოება სინამდვილეში აი ამ დიდი სფეროს ინფორმაციული უსაფრთხოების ერთ-ერთი ქვენაწილია. ინფორმაციული უსაფრთხოება იცავს ინფორმაციას ნებისმიერ ფორმაში და სანამ კიბერუსაფრთხოება იარსებობდა, მანამდე არსებობდა ინფორმაციული უსაფრთხოება და მანამდე ძალიან აქტუალურად ხდებოდა ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვა. თუმცა კიბერუსაფრთხოება შემადგენელი ნაწილია ინფორმაციული უსაფრთხოების და აი ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს ნებისმიერი, ხო, ქაღალდზე დატანილი, ვერბალურად გამოხატული, ციფრული ფორმით გადაცემული. აი კიბერუსაფრთხოება კონკრეტულად ციფრული ფორმით გადაცემულ და მოძრავ ინფორმაციას და მონაცემებს იცავს, რომელიც მოძრაობს კომპიუტერების, მობილურების, ქსელების, კლაუდის მეშვეობით. აი სწორედ ამაზე არის კიბერუსაფრთხოება კონცენტრირებული. არის ესეთი ინფორმაციული სისტემების აუდიტის და კონტროლის ასოციაცია ISAC-ა, რომელიც ადგენს აი ძირითად სტანდარტებსა და ჩარჩოებს კიბერუსაფრთხოების სფეროში ევროკავშირის მასშტაბით, რომელიც განმარტავს კიბერუსაფრთხოებას როგორც ინფორმაციული აქტივების დაცვას იმ საფრთხეებისგან, რომლებიც მონაცემების დამუშავებას, შენახვას ან გადაცემას ეხებაო ქსელურ გარემოშიო. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ვიცავთ მონაცემებს ყველგან, მიუხედავად იმისა, თუ სად მოძრაობს ეს მონაცემები, სად გადაადგილდება, რა ფორმით არის შენახული და ასე შემდეგ. და ჩვენ აქ გვაქვს ესეთი ცნობილი CIA ტრიადა, ეგრე ქვია, რაც გულისხმობს confidentiality, integrity and availability, ანუ ეს აკრონიმი გულისხმობს ამას. და ეს არის სამი ღერძი, რაზეც დგას კიბერუსაფრთხოება. ნუ სიმართლე გითხრათ, დღეს უფრო მეტია, თუმცა ეს უფრო დეტალების საქმეა. ეს CIA-ის ტრიადა, ანუ ეს სამი კომპონენტი არის
ძირითადი ღერძი კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის და რას გვევნება ეს, რომ უნდა ინფორმაცია უნდა იყოს, ინფორმაციის კონფიდენციალურობა უნდა იყოს დაცული, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ავტორიზებულ პირებს კონდეთ წვდომა ამ ინფორმაციაზე. მაგალითად, ისე როგორც მაგალითად თქვენ Face ID-თ გაქვთ წვდომა თქვენს ტელეფონზე და ან fingerprint-ით და სხვას არა, ხო? ნუ ესე იგი ეს კონფიდენციალურობის დაცვა. integrity, ანუ მთლიანობა, რაც ნიშნავს, რომ ინფორმაცია უნდა შენარჩუნდეს ზუსტად ისე შეუცვლელად, რა ფორმაშიც ეს ინფორმაცია შეიქმნა და შეინახა, და იყოს და მისი არაავტორიზებული შეცვლის ის უნდა იყოს დაცული არაავტორიზებული შეცვლისგან. მაგალითისათვის თქვენ ანგარიშზე რა თანხაც უნდა რა თანხაც გაქვთ, მისი შეცვლა არავის არ უნდა შეეძლოს. მე რომ გამოგიგზავნოთ თქვენ დავუშვათ, გადმოგირიცხოთ $100, ერთი ნულის ჩამატება ან ამოკლება არ უნდა შეეძლოს არავის, ხო? ანუ ეს თვითონ შენ თქვენი ინფორმაციის მთლიანობა, თქვენი აქტივის მთლიანობა უნდა იყოს დაცული და მისი ხელის ხლება არავის არ უნდა შეეძლოს არაავტორიზებულად. და availability, რომელიც არის ხელმისაწვდომობა, რომელიც ნიშნავს, რომ თქვენი აქტივი, თქვენი ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს თქვენთვის მაშინ, როდესაც ეს გჭირდებათ და არ უნდა გქონდეთ ამაზე შეფერხება. თუმცა კიბერუსაფრთხოება არ არის მხოლოდ ტექნოლოგია, არ არის მხოლოდ რაღაცა კონკრეტული ელემენტები, ის აერთიანებს ადამიანებს, პროცესებს და ტექნოლოგიას. მაგალითისათვის, რაც არ უნდა კარგი, როგორც წეღან აღნიშნე, რაც არ უნდა კარგი ტექნოლოგიური ეკოსისტემა კონდეს ორგანიზაციას, თუ ადამიანები, მანდ მომუშავე ადამიანები ვერ აღიქვავენ უსაფრთხოებას, გადადიან რაღაცა ავნე ლინკებზე, შიფრავენ სისტემებს, არ უფრთხილდებიან ორგანიზაციის უსაფრთხოებას, რა თქმა უნდა, ეს ადამიანები, ამ ადამიანებს შეუძლიათ ყველაფერი გააფუჭონ, ხო? ასევე თუ ორგანიზაციაში არ არის შესაბამისი პროცესები, თუ როგორ უნდა იქნეს დაცული კიბერუსაფრთხოება, ეს ყველაფერი საერთო ჯამში კიბერუსაფრთხოებას აზიანებს და ვერ ხდება ეფექტიანი მართვა. ამიტომ მოიცავს ადამიანებს, პროცესებს და ტექნოლოგიას და ამ ყველაფრის ურთიერთქმედებას. ასევე ის მოიცავს ანუ ეს არ არის მხოლოდ რაღაცა კონკრეტული IT აქტივების მართვა. ეს არის უფრო ფართე, ეგ მიწოდებული governance-ი, მმართველობა, რომელიც მოიცავს რისკების დანახვას, შეფასებას, მართვას, შესაბამისობის უზრუნველყოფას, მდგრადობას, შესაბამისი პოლიტიკების, პროცედურების არსებობას, აუდიტს და რეგულაციებთან თავსებადობას და აი იმ კრიტიკული პროცესების აღდგენის გეგმების გამართულად აღდგენის გეგმების არსებობას ორგანიზაციაში, რომელზედაც დამოკიდებულია ორგანიზაციის ოპერირება. ამიტომ ძალიან ბევრ რამეს მოიცავს ეს ყველაფერი, არ არის ვიწრო ერთი მიმართულება, ძალიან ბევრი პროცესი, პროცედურა და ძალიან ბევრი რეგულაცია გვხდება გზად კიბერუსაფრთხოების მართვის პროცესში და რა თქმა უნდა, ეს არის უწყვეტი პროცესი, უწყვეტად მიმდინარეობს სულ. ხო, ნუ მიმდინარე ტენდენციები, რაც გვაქვს ახლა, როგორც ვისაუბრე, გეოპოლიტიკური საფრთხეები, რაც არის, რა თქმა უნდა, ახდენს ზოგადად გავლენას კიბერუსაფრთხოებაზე. ასევე ხელოვნური ინტელექტის აი ესეთი განვითარება. გაცრავად. ხელოვნური ინტელექტის განვითარება, რომელიც სულ უფრო და უფრო უკონტროლო ხდება და შეიძლება იყოს გამოყენებული როგორც კარგი მიზნებისთვის, ასევე შეიძლება იყოს გამოყენებული ცუდი მიზნებისთვის, იქნება ეს deepfake, იქნება ეს სხვა თავდასხმები თუ ასე შემდეგ.
ყველა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც დღეს კიბერუსაფრთხოების სფეროში ეს არის ransomware-ი ყველაზე დამანგრეველ რისკად რჩება ორგანიზაციისთვის. ეს არის მავნე პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც შიფრავს ორგანიზაციის მონაცემებს და თაღლითები შემდგომ ითხოვენ გამოსასყიდს, ეგრეთ წოდებულ ransoms. აი ეს ransomware ყოველთვის ყველაზე საშიში რაღაც არის ორგანიზაციისათვის, იმიტომ რომ ორგანიზაციას ფაქტობრივად ეშიფრება მთელი მონაცემები, ის უფუნქციო ხდება, ვერ ოპერირებს და იმისათვის რომ ეს ყველაფერი დაუბრუნდეს, მან უნდა გადაიხადოს კონკრეტული თანხა ბიტკოინში ან რომელიმე კრიპტოვალუტაში. და თუ ამ შემთხვევაში თუ ორგანიზაციას არ აქვს კარგი კიბერუსაფრთხოება, რაც მოიცავს იმას, რომ ყოველთვის უნდა ქონდეს ბექაპი, ყოველთვის უნდა ქონდეს სარეზერვო ასლები და ისეთი პროცესები ორგანიზაციაში, რომ ეს დაშიფრვა მასზე არ მოქმედებდეს კრიტიკულად, ორგანიზაცია უბრალოდ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარდება. ასევე მიწოდების ჯაჭვზე გესაუბრეთ, თუ რამდენად რეალური არის და რამდენად დიდი საფრთხე არის ეს მიწოდების ჯაჭვის უსაფრთხოება და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტების დეფიციტზეც აღნიშნეთ, რომ ძალიან დიდი დეფიციტი არის ყველგან, მათ შორის ჩვენთანაც მინდა გითხრათ, ჩვენთანაც ძალიან დიდია მოთხოვნა და ძალიან ჭირს ხოლმე კარგი პროფესიონალების პოვნა. აა ხო, რაც შეეხება მარეგულირებლების მაღალ ჯარიმებს, ეს მარეგულირებლის მაღალი ჯარიმა ჩვენთან დიდად არ არის, თუმცა გლობალურად მარეგულირებელი არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ხოლმე, ანუ ყველაზე მეტად მისი ეშინიათ ხოლმე ორგანიზაციებს, იმიტომ რომ მაგალითად ევროკავშირის კანონმდებლობით არანორმალურად დიდი ჯარიმები აქვთ მარეგულირებლებს, თუ მაგალითად ორგანიზაცია მოახდინა მომხმარებლების პირადი ინფორმაციის გაჟონვა ან რაიმე ტიპის ინციდენტი ქონდა, მარეგულირებელს ძალიან დიდი ჯარიმები აქვს და ამის ძალიან ეშინიათ ორგანიზაციებს, ყველაფერს აკეთებენ, რომ დაიცვან კიბერუსაფრთხოება და მისი მდგრადობა. თუმცა ჩვენთან დიდად არ არის ეს ჯარიმები, დიდად საშიში, მაგრამ მაინც არსებობს სფეროები, მაგალითად ბანკი, რომელიც ძალიან მკაცრად იცავს მარეგულირებლის მოთხოვნებს. ყველაზე ძვირი მაინც, აი მსოფლიოს მასშტაბით გლობალურად, ყველაზე ძვირი მაინც ორგანიზაციებს უჯდებათ სამედიცინო სფეროში ინფორმაციის გაჟონვა, სამედიცინო მონაცემების გაჟონვა, სამედიცინო ინფორმაციის, რომელზეც ძალიან მკაცრად რეაგირებს ყველა ქვეყანა და ძალიან დიდი ჯარიმები აქვთ ხოლმე ორგანიზაციებზე. საქართველოში აი რაღაც ესეთი სურათი გვაქვს. აქ მე გამოვიტანე საქართველოს ეკოსისტემა, ანუ ვინ არიან ძირითადი სტეიქოლდერები საქართველოს შემთხვევაში. ჩვენ გვაქვს ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ კანონი, რომელიც განსაზღვრავს ეროვნული კიბერაქტორების როლებს და პასუხისმგებლობებს. ესეთი კიბერაქტორები არიან ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რომელიც გაუქმდა, თუმცა მისი ფუნქცია ჯერჯერობით კიდევ არის შენარჩუნებული, ანუ ის ფუნქცია, რასაც აკეთებდა საბჭომ, ეს ფუნქცია შენარჩუნებული არის ადმინისტრაციაში და ჯერ კიდევ ხდება რაღაც მაკოორდინირებელი როლის ფუნქციონირება. ასევე არიან მონაცემთა ციფრული მართლობის სააგენტო, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, ციფრული მართლობის სააგენტო არის იუსტიციის სამინისტროს ქვეშ არსებული სიპი. ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც არის სუსის სიპი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კიბერუსაფრთხოების ბიურო, რომელიც ჩემი ყოფილი სამსახური არის, მოგახსენეთ, მან მუშაობდი, რომელიც არის პასუხისმგებელი თავდაცვის სამინისტროს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაზე და ეროვნული ბანკი, რომელიც არის მარეგულირებელი ფინანსური ინსტიტუტების. აი ეს 4 მარეგულირებელი ორგანო გვყავს
დღეს საქართველოში. გვაქვს 130-მდე კრიტიკული ინფორმაციული სისტემა დაიდენტიფიცირებული და ეს კანონი, რაც ვახსენე წეღან ინფორმაციული საფრთხეების შესახებ კანონი, ეს კანონი პირდაპირ აწესებს ვალდებულებას, რომ ორგანიზაციებს ყავდეთ ინფორმაციული საფრთხეების მენეჯერები, კიბერუსაფრთხეების სპეციალისტები, ინციდენტ რესპონდერები და ასე შემდეგ. და რატომ გესაუბრებით ახლა ამაზე? როდესაც ვსაუბრობთ ზოგადად, მოთხოვნა არის ძალიან დიდი კიბერუსაფრთხეების სპეციალისტების, აი ამ ორგანიზაციებს და ამ 130-მდე კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტს აქვს ვალდებულება, რომ ყავდეს კიბერუსაფრთხეების სპეციალისტები. სულ ძალიანაც რომ არ უნდადეს, მაინც უნდა ყავდეს, იმიტომ რომ ეს არის საკანონმდებლო ვალდებულება. შესაბამისად, მოთხოვნა, ანუ კანონი აძასებს სავალდებულო მოთხოვნას და ეს არის სავალდებულო, მაგრამ ამის იქით არსებობს კიდევ ბევრი სფერო, არსებობს სხვადასხვა ორგანიზაციები, საკონსულტაციო ორგანიზაციები, საფინანსო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, სადაც სამედიცინო, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ კიბერუსაფრთხეების პროფესიონალი კადრების არსებობა და შესაბამისად თუ თქვენ გაგაჩნიათ ცოდნა იმ საბაზისო პრინციპების, საბაზისო თეორიების, თქვენ ძალიან თავისუფლად შეგიძლიათ რომ დამწყებ როლებზე დაიწყოთ მუშაობა. კაცრავენ რა ხდება თვითონ კურსის მიმართულებით? რას მოიცავს ეს ყველაფერი და რატომ არის მნიშვნელოვანი? და მე ვახსენე რისკი და გითხარით, რომ კიბერუსაფრთხეობა ეს არის რისკებზე დაფუძნებული მიდგომები. მხოლოდ და მხოლოდ რისკებზე დაფუძნებული მიდგომები და რატომ ვამბობთ ახლა ამას? როდესაც იწყებ კიბერუსაფრთხოებაზე ფიქრს, აი მე ვახსენე კონფიდენციალურობა, მთლიანობა და ხელმისაწვდომობა. როდესაც ვსაუბრობთ კიბერუსაფრთხოებაზე, ინფორმაციის დაცვაზე, ჩვენ ვსაუბრობთ ორგანიზაცია თუ რა რისკის ქვეშ შეიძლება დადგეს ამ თუ იმ მოვლენის შედეგად. მაგალითისათვის რა არის ორგანიზაციიდან პერსონალური მონაცემების გაჟონვა, ხო? ანუ აი კიბერუსაფრთხეების სპეციალისტები, ინფორმაციული საფრთხეების სპეციალისტები ყოველთვის უყურებენ ამ საკითხს ასე, როდესაც იწყება მუშაობა ამ საკითხზე, მათ თავში მოდის პირველ რიგში აი ერთი ფრაზა: რისი რისკია ეს? რა რისკის წინაშე მაყენებს ეს ყველაფერი და როგორ უნდა მოვახდინო ამ რისკის მართვა, ამ რისკის შერბილება იმ დონემდე, რომ ეს ყველაფერი მისაღები იყოს ჩემი ორგანიზაციისთვის და არ ახდენდეს ჩემი ორგანიზაციის კრიტიკულ პროცესებზე დამანგრეველ გავლენას. და ეს მიდგომა არის ყველა მოდულთან მიმართებაში. არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის უსაფრთხოების პრინციპების მოდული თუ წვდომის კონტროლის მოდული. ყოველთვის კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები იწყებენ აზროვნებას შემდეგნაირად: რა რისკის წინაშე მაყენებს ამ ყველაფრის კომპრომეტირება? რა რისკის წინაშე მაყენებს გაჟონვა? რა რისკის წინაშე მაყენებს უსაფრთხოების კონტროლების არარსებობა? რა რისკის წინაშე მაყენებს წვდომის კონტროლების არარსებობა და ასე შემდეგ. შესაბამისად, ის ძირითადი ცოდნა და წარმოდგენა, რომელიც ამ 5 მოდულის ირგვლივ უნდა კონდეს ნებისმიერ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტს, არის თავმოყრილი სწორედ ამ კურსში. და ეს კურსი კარგი იმითაც არის, რომ მე ზეგანაც ვახსენე, რომ ეს არის დაფუძნებული ISC-ის Certified in Cyber Security-ის სერტიფიცირების კურიკულუმზე და არის აგებული რეალურ კიბერუსაფრთხოებაზე, რეალურ გამოცდილებებზე. ეს არ არის მხოლოდ სლაიდების ჩვენება ან რაღაც თეორია,
იმიტომ რომ ისე გვაქვს ეს მთელი სწავლების პროცესი აწყობილი, რომ სტუდენტები ყოველთვის ხდებიან მონაწილე პროცესის და ის იმდენად ჩართულები არიან, რომ ყოველთვის განცდა აქვთ ხოლმე, რომ არიან ნამდვილი კიბერუსაფრთხოების გუნდის წევრები. და რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ კურსის აი ამ მოდულების სწავლების შემდეგ ხდება, ანუ ეს არის case study based, ანუ გვაქვს სწავლება და შემდგომ გვაქვს სცენარები, ანუ რასაც ისწავლი, შემდგომ არის სცენარი, რომელიც გეძლევა, ხდები რაღაც კონკრეტულ ჯგუფში და გაქვს რეალურ кейსებთან მიახლოებულ кейსებთან შეხება. არის რაღაც კონკრეტული გადაწყვეტილებები მისაღები, კონკრეტული პრობლემები გადასაჭრელი, გაქვს როლი და აი ეს ყველაფერი ისე ხდება, რომ თითქოს ნამდვილ თიმში ხარ, ორგანიზაციაში, ნამდვილ კიბერუსაფრთხოების თიმში, იმიტომ რომ ძალიან რეალური არის ხოლმე. ანუ მაგალითისათვის პირველი მოდული არის უსაფრთხოების პრინციპები, ანუ აქ ეს არის ძირითადი ღერძი კიბერუსაფრთხოების, სადაც აი სწორედ ამ მოდულში გავივლით რისკებზე დაფუძნებულ მართვას და როგორც გითხარით, ეს არის ყველაზე ესეთი დიდი მოდული არის და ეს არის ძირითადად ამ მოდულში არის იმ რისკის გაცნობა, რაც უკავშირდება კიბერუსაფრთხოებას. და აქ არის აქტივობა ესეთი, ზოგადად აქტივობებს ეს არ არის სტატიკური, შეიძლება შეიცვალოს, თუმცა ამ ეტაპისთვის ესეთი მონაცემთა გაჟონვის გამოძიების აქტივობა არის სცენარი, რომელიც როგორც მოგახსენეთ, ჯგუფებად დაიყოფით და მოგეცემათ კონკრეტული როლები, გეყოლებათ ხელმძღვანელები, ვისთანაც უნდა გააკეთოთ რეპორტინგი, რაღაც კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ და აი ამ სცენარზე დაფუძნებით თქვენ რა თქმა უნდა გაივლით მანამდე იმ რაღაც მასალას, რაც უნდა იცოდეთ, შემდგომ არის ეს სცენარი, სადაც უკვე იღებთ გადაწყვეტილებებს და წარუდგენთ მას თქვენს ხელმძღვანელებს. და ამ შემთხვევაში აი რატომ არის კარგი ეს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ხდება იმ ნასწავლი მასალის ათვისება და პრაქტიკაში გამოყენება და ხვდები თუ უფრო კარგად ხვდები თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი რეალურად. და ძალიან კარგი და სახალისო არის ხოლმე სწავლების აი ესეთი პროცესი. ნუ შემდგომ გვაქვს ბიზნეს უწყვეტობა, კატასტროფიდან აღდგენა და ინციდენტების მართვა. ესეც არის ერთ-ერთი ანუ რამოდენიმე პროცესი არის მთავარი პროცესი კიბერუსაფრთხოებაში, მათ შორის აი ეს პროცესები არის ძალიან მნიშვნელოვანი. და აქაც ეს სცენარი გვექნება კრიზისის სიმულაცია, ისე გუნდებში იქნებით დაყოფილი და რაღაც კონკრეტული სცენარის მიხედვით მოახდეთ ინციდენტზე რეაგირებას, აი მაგალითისათვის შემოგივიდათ შეტყობინება, რომ გათიშულია ბანკის კრიტიკული აპლიკაცია და რა ხდება ამ დროს, რას აკეთებთ, ვის ურეკავთ, ვისთან გაქვთ კომუნიკაცია, რა რეაგირებას აკეთებთ, ვის რა დავალებას აძლევთ და ასე შემდეგ. ძალიან სახალისო და კარგი პროცესი არის სწავლის თვალსაზრისით. წვდომის მართვის პრინციპები. წვდომის მართვა არის ძალიან მნიშვნელოვანი კიბერუსაფრთხოებაში, იმიტომ რომ კაცრავად და გამოვარდი. იყო ცოტა წვდომის მართვა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია კიბერუსაფრთხოებაში, ვინაიდან არის ძალიან მნიშვნელოვან ასპექტზე დამოკიდებული, თუ ვის ვაძლევთ ჩვენს რესურსებზე წვდომას და ამიტომ
შტომის მართვის მოდული ერთ-ერთი მსუყე არის ამ კურსში და მასაც რა თქმა უნდა აქვს ძალიან სახალისო სავარჯიშო და ძალიან სახალისო სცენარი. ქსელის უსაფრთხოება ეს არ არის ძალიან ტექნიკური, თუმცა საკმაოდ მძიმე და დატვირთული მოდულია, სადაც გავივლით firewall-ებს, ქსელის სეგმენტაციას, უსაფრთხო კონფიგურაციებს და რა თქმა უნდა შესაბამისი სცენარიც იქნება, რა თქმა უნდა, თქვენ რეალურ ან სიმულაციურ ქსელურ გარემოს თან შეხება არ გექნებათ, თუმცა ამ ყველაფერს გავაკეთებთ აი ესე პროექტის და მონახაზის დონეზე ჯგუფებში. და უსაფრთხოების ოპერაციები ეს არის ძალიან ესეთი, ესე ვთქვათ, პირველი ნაბიჯები კიბერუსაფრთხოების კარიერაში. ბევრისთვის სწორედ უსაფრთხოების ოპერაციებიდან იწყება. და აქაც ძალიან სახალისო სცენარები გვაქვს მაგალითისათვის რაღაც კონკრეტულ განგაშებზე რეაგირება, რა ხდება ამ დროს, ვის ატყობინებთ, ესკალაცია როგორ ხდება და სწორედ აი ამ დროს, აი ამ საქმის კეთების დროს, აი ამ სცენარების გავლის დროს სწორედ შეიძლება გაიაზროთ, რომ აი ეს არის ზუსტად ის, რაც მე შემიძლია გავაკეთო და დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი და აი ეს ხომ არის საფუძვლები კიბერუსაფრთხოებაში და შემდგომ უკვე თქვენ ამ ყველაფრის პრაქტიკაში კეთების შემდგომ ხვდებით რა მიმართულება გინდათ. აი ამიტომ არის მნიშვნელოვანი სწორედ ასეთი ტიპის კურსები და ასეთ დაალაგებულად განათლების მიღება ამ სფეროში, რომ ზუსტად მიხვდებით მერე უკვე რა მიმართულებით გინდათ, რომ უფრო სიღრმეებში შეხვიდეთ რაღაც კონკრეტულ მიმართულებაში და გააგრძელოთ თქვენი კარიერა და აქ უკვე მიხვდებით, რომ აი ეს არის რაც მე შემიძლია და რასაც დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი და შემდგომ უკვე ამას ყველაფერს თავისი მიმართულება აქვს, თავისი სერტიფიკატები აქვს, რომელსაც უბრალოდ მიყვებით და განავითარებთ ასე თქვენს პროფესიონალიზმს. ამ კურსის გავლის შემდგომ ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი და ღირებული უნივერსიტეტის, ბუკინგემის უნივერსიტეტის კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადმოგეცემათ და რაც მთავარია, ვინაიდან აღნიშნე, რომ ეს კურსი არის დაფუძნებული ISC-ის Certified in Cyber Security-ის ბაზაზე, აი ამ კურსის გავლის შემდგომ ნამდვილად გექნებათ სრული მზადყოფნა, თავდაჯერებულობა და ცოდნა იმისა, რომ ნამდვილად გახვიდეთ, დარეგისტრირდეთ SIS-ის გამოცდაზე და გახვიდეთ და ჩააბაროთ. მე შეგახსენებთ, რომ ეს არის საერთაშორისო გამოცდა, რომელიც აღიარებულია ნებისმიერ ქვეყანაში და ეს ორგანიზაცია ISC-ი, როგორც გითხარით, მაღალი სანდოობით სარგებლობს სოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც ნახავენ, რომ თქვენ გაქვთ ISC-ის სერტიფიცირება რაღაც კონკრეტული მიმართულებით, არავინ კითხვას არ სვავს იმაზე, რომ თქვენ ეს ნამდვილად შეგიძლიათ თუ არა, იმიტომ რომ მას აქვს ძალიან დიდი ნდობა დამსაქმებლების. ამიტომ თუ ფიქრობთ კიბერუსაფრთხოებაზე როგორც კარიერაზე, ეს არ არის მხოლოდ ცოდნის მიღების ნაბიჯი, აი ახლა ამ კურსზე დასწრება, ეს უბრალოდ გაჩვენებთ აი გზას, თუ სად შეიძლება იყოს წარმატებული რომელი მიმართულებით. და გულწრფელად რომ გითხრათ, ძალიან საინტერესო პროფესიაა და ძალიან საინტერესო პროცესები არის ხოლმე. ხო, აღნიშნე დღეღანაც ISC-ზე, რომ არის ოქროს სტანდარტი კიბერუსაფრთხოების განათლებაში. მას ყავს ძალიან დიდი გლობალური community, 168,000 წევრზე მეტი, ეს ყოველდღიურად იზრდება. ვინაიდან მას აქვს დიდი სანდობა, ნუ ეს სანდობა გამომდინარეობს იქიდან, რომ მისი სასწავლო მოდულები დაფუძნებულია სხვადასხვა სტანდარტიზებულ ჩარჩოებზე და ეს სცენს მას სწორედ ამ სანდობას და კარგი არის ის, რომ მას აი ამ კონკრეტულ სერტიფიცირებას არ სჭირდება რაიმე სახის წინარე გამოცდილება ან განათლება ტექნიკური კიბერუსაფრთხოების ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, ამას არ სჭირდება. და ზოგადად კიბერუსაფრთხოებაში არის ბევრი სფერო, სადაც არ გჭირდებათ კონკრეტული რაღაც ტექნიკური განათლება.
იმიტომ რომ კიბერუსაფრთხოებაში ყველას ადგილი არის. რატომ არის მნიშვნელოვანი და ღირებული ეს ამ ყველაფრის ცოდნა მენეჯერებისათვის? იმიტომ რომ ხო პირველ რიგში, იმიტომ რომ ეს პროცესი დაგანახებთ თვითონ აი რისკის აღქმას გასწავლით. დაგანახებთ რა პროცესი შეიძლება იყოს კრიტიკული, რა რისკი შეიძლება არსებობდეს ამ კრიტიკული პროცესების შეწყვეტის შემთხვევაში და უფრო ანუ უფრო გაფერმკრთალებს იმ ხაზებს, რაც არსებობს ტექნიკურ და არატექნიკურ ადამიანებს შორის, ხო, ეს კომუნიკაციის ნაწილში. უფრო კარგად მიხვდებით თუ რას ნიშნავს კიბერუსაფრთხოება, თქვენ თუ მუშაობთ ისეთ ორგანიზაციებში, სადაც გიწევთ შეხება ტექნიკურ გუნდებთან, უფრო კარგად გაიგებთ მათ ენას და უფრო კარგად მიხვდებით თუ უფრო ეფექტიანიც იქნება თქვენი თანამშრომლობა. დიახ, მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს დაგანახებთ და გააზრებინებთ, რა არის ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანი, რომელი აქტივი, რომელს რა პრიორიტეტი უნდა ქონდეს, რომელს რა რისკი აქვს, რომლის ხელყოფის, უნებართო ხელყოფის ან გათიშვის შემთხვევაში შეიძლება დადგეს ორგანიზაცია ძალიან დიდი კრიზისის წინაშე, როგორ უნდა უსრულმოყვეთ მარეგულირებელთან თავსებადობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის ჩადებული ამ კურსში, რომელიც ნამდვილად ძალიან გამოადგებათ მენეჯერებს და სფეროები, სადაც აქ მაქვს მითითებული, სადაც ძალიან მაღალია მოთხოვნა, რა თქმა უნდა, არის სახელმწიფო საბანკო, ჯანდაცვის, კომუნიკაციების და ენერგეტიკის სფეროები. რაც შეეხება კარიერულ შესაძლებლობებს, ეს არის ის დამწყები როლები, რომლებზეც შეიძლება თქვენ უკვე გაგიჩნდეთ პრეტენზია და შეიტანოთ განაცხადები და გადახვიდეთ ამ როლებზე. მე შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ამ კურსის საფუძვლიანად კარგად გავლის შემდგომ თქვენ ნამდვილად გექნებათ ამ როლებისათვის საკმარისი მეტი ცოდნა საქართველოს ბაზარზე დღეს. აი ეს პატარა roadmap-იც გავაკეთე, თუ როგორ შეიძლება განავითაროთ თქვენი აი ეს კარიერა ამ სერტიფიცირებებით, თუმცა აქ არ არის აუცილებელი მხოლოდ ISC-ის სერტიფიცირებები იყოს, ზოგი ამ კურსის შემდეგ გადის CompTIA სერტიფიცირებას და შემდგომ უბრუნდება ISC-ის სერტიფიცირებას. ეს ყველაფერი უბრალოდ კარგი იმიტომ არის, რომ გაძლევთ ძალიან clear გზას თუ როგორ უნდა ააშენოთ თქვენი კიბერუსაფრთხოების კარიერა. ძალიან გამიგრძელდა, მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა დასწრებისათვის, ძალიან დიდი მადლობა მოსმენისათვის. იმედი მაქვს საინტერესო იყო და იმედი მაქვს ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ, რომ თქვენს კარიერაში ესეთი ძირეული და ძალიან საინტერესო ცვლილებები შეიტანოთ და